გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ონლაინში ვითამაშებ. ცოტა ინტერნეტის პრობლემები მაქვს, მაგრამ ვეცდები რომ მოვიგო რა, ორი ხელი მინიმუმ რა, ორ ხელში ვითამაშებ. ვეცდები რომ ისე ვითამაშო, რომ დაარეჯექტოს მოთამაშე და მოგება წამოვიღო რა, 2-დან 2 მაინც. თუ შევძელი ეგ ხომ გაი, მაგრამ თუ არა და ეგეც არაა პრობლემა. მთავარია ლამაზი თამაში იყოს და ცოტა სასწაულებიც მოხდეს რა. გინდა მის მხარეს, გინდა ჩემ მხარეს. კაი თამაში ველოდები დიდი ალბათობით ხა არ ყავს ცუდი გუნდი ამ მოწინააღმდეგეს. რა პოზიციაზე წავს? ცუდი არა, უფრო დაბალ რეიტინგიანი მარცხენა გარემარბი დაცვაში რა თქმა უნდა. აი მაგ ხარეს ვეცდები ზუსტად აი ეს მხარე იყო, სადაც სისუსტ არა ის არისო, მაგრამ მაინც. და 1-0 მშვენიერი მბაპემ კარგად მოიბარა ბურთი. ნახოთ კიდე რამდენი გოლის გადანა შევძლებ, პლუს ამას ველოდები ახალ აპდეიტს. როგორც ვიცი, დიდი ალბათობით მაგ აპდეიტზე თუ არ ვცდები, კიდევ მეკარეებზე აპირებენ რაღაცების დამატებას, რაც ცუდი ნამდვილად არ არის და მივესალმები მეკარეებზე ეგეთ დამატებას, რადგან არიან ყველაზე სუსტები ეს მეკარეები რა, ეხლა მომენტებში ისეთ ბურთს აიღებენ, რომ საერთოდ რო არ წარმოგიდგენია, მაგრამ მაინც ისეთ ვასე სუსტები არიან გამოსვლაზე, ერთ-ერთზე შეხვედრაზე და ხო ხვდებით რა, ეგენი არის ძალიან გამოსასწორებელი. და როგორც ვიცი, ცდილობენ რომ ეგ ყველაფერი გამოასწორონ რა. და ოდნავ მაინც რაღაცა შემატონ მეკარეებს და ეგ ყველაფერი გამოსწორება და აქციონ და აქ ესეთი პასით. რა 1-0 პირველ ტაიმში კარგია რა, თუ შევინარჩუნე ხა ეს მეორე ტაიმამდე ხომ მშვენიერი და მეორე ტაიმში თუ საერთოდ მეორე გოლიც დავამატე, მეორე ტაიმში არა, უფრო პირველ ტაიმში მინდა ეს 2 გოლი რომ გავინაღდო ეს პირველი ტაიმი. მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა. ესეთი შეცდომებით დიდი ალბათობით გამოვა. მბაპე ესეთი მოვაწოდოთ ვინისიუს ჯუნიორზია იქ. ვერაკრიბა ვინისიუსმა და ნიკოლას ბარელა. ცელს გაარტყა. ხო, ნიკოლო ბარელას კარგი გასროლა აქვს, როგორც დე იუნგს. და ასევე დე ბრუინს, შორეული გასროლები ნახევარმცველებში თითქმის ყველა 70 პლუსი აქვს რა. რაც მშვენიერია, ამასთანავე ტაქტიკალი და დაცვაც ძალიან კარგად აქვს სამივეს, ასევე ჯუდ ბელინგემსაც, რომელიც ახალი შეძენილია, მაგრამ ჯერჯერობით ძირითადში თავს ვერ იმკვიდრებს და კილიან მბაპე. და ეს 2-0 და დიდი ალბათობით დატოვებს ამ თამაშს და დაარეჯექტებს. დიდი ალბათობით, არ ვიცი ნახოთ აბა. კი ბატონო, როგორც ვიცოდი. ეს მალე თუ მოხდებოდა, არ მეგონა, მაგრამ მოხდა რა. კარგი, ერთი მოგება წამოვიღეთ. ნახოთ შემდეგი მოგება რა იქნება. საერთოდ მოვიგებთ თუ არა შემდეგს. ეგეც საკითხავია, ედერსონი ყავს კარში, სერიოზული შემადგენლობა ყავს. მოდი არ დავსკიპე, უბრალოდ მაინტერესებს შემადგენლობა: ბელინგემი, ლევანდოვსკი, ვინისიუსი, მბაპე, სალაჰი. შემტევი გუნდით თამაშობს და ძალიან სახიფათოა ესეთ გუნდთან თამაშები, იმიტომ რომ შემტევი რო ყავს ყველგან და ყველა მაღალი დონის. კარგი დავარტყით, მაგრამ ედერსონმა მოიგერია ეს ბურთი. აქ პასით შეიძლებოდა. ესეც მოვაწოდი. და ვირჯილია.
ედერსონმაც არ მოხსნა, უფრო სწორად ვერ მოხსნა. ვიდრე არ, მაგრამ მაინც ეს მატჩი იმედია ჩვენსავე მოგებით დასრულდება, ჯუდ ბელინგემი, რომელიც ყავს შემადგენლობაში, მაგრამ არა ძირითადში. სკამზეა თუ არ ვცდები გამოვიტანეთ, კარგია. ბუკაიო საკა ვინისიუსია იქ დაცვის ფლანგზე და დონარუმამ ვერ გადაგვარჩინა სამწუხაროდ და რობერტ ლევანდოვსკი. თავისი გასატანი გაიტანა, რა თქმა უნდა. კარგი, ჩვენი დროა ეხლა რომ ჩვენი გასატანი გავიტანოთ. ესე ვერ არა, შემტევი გუნდი თამაშობს, თითქმის ყველა შეტევა ყავს. მაგრამ შეიძლება რაღაც ეს რა ბურთი მოხსნა ბრატ ედერსონმა მალადიც. გაჭედა, როგორც ვივარაუდე. მუჰამედ სალაჰი. კარგია მბაპე, ეს აღარა კარგი და ისიც ასე. კარგია მომენტების გამოყენება მბაპემაც დაიწყო. ესეც ხშირ შემთხვევაში აცილებს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და სუსტად დაარწო. სუსტ კუთხეში გაუშვა ეს ხუთაშორის. რაც მისასალმებელია და ყველას მადლობა წინა ვიდეოზე და ლაიქებისთვის, არხის გამოწერისთვის. მის გამოიწერეთ. და ვინისიუსი აბა რა 2-1 პირველივე ტაიმში კამბექი ეს უკვე შესანიშნავია ველოდების შემდეგ ტაიმსაც მეკარე კაროჩე და მოშურება აღარ გამოგვივიდა პირდაპირ დაამთავრა საჯმა რაც მისასალმებელია ნახოთ მეორე ტაიმი ეხლა გვინდა უეჭველი იგრევე გოლი რა ვერ მიცა ისეთი პასი მე რომ მინდოდა არა ეგრე არა ჰაკიმი კარგია დონარუმა მოვიშორეთ ესეთი კარგი პასი კარგია იქვე მინდოდა პასის გაკეთება, მაგრამ არ გამოგვივიდა და კიდე კაი პატკატი არ გავაკეთე, დიდი ალბათობით ჯარიმა იქნებოდა. და შეიძლება ყვითელი ან წითელი მიეცა, რაც არ მაწყობს ამ შეხვედრაში ვით უმეტეს. მოკლედ 2-1 ვიგებთ, მოდი აიქით მივცეთ პასი და ჩავრთოთ ჩვეულებრივ ბალანსი, იმიტომ რომ დიდად მე ხა ეს ხელს ვერ შემიშლის. არა ვერ შეუშალეთ ხელი წაპატკატებიც და 2-2 ჯობდა დონარუმა გამომეყვანა უფრო რაღაც შანსები იქნებოდა და ყვითელი ბარათი აქ მესამე გოლი გვინდა ესეთი პასი ვინისიუსი წავიდა კარგია აბა რა ვინისიუსის რა კაი მოწოდება და ნიკოლოს ბარელა ეხლა უნდა გავაკეთოთ ცვლილებები შვენიერი თამაში მიდის მეორე მატჩი უფრო სერიოზულად წარიმართა ვიდრე ველოდი რა კარგად მოაწოდა და 4 კაცში ესეთი თაური შვენიერია მეც მინდა კაროჩი ცვლილებები ვინ თუ არა დავაყენოთ კუნდე ასევე დებრუინი გავეყანოთ და დავაყენოთ ბელინგემი დავასვენოთ ვინისიუსი და შემოუშვათ ლეაო და გავაძლიეროთ რა თქმა უნდა დაცვა მაგრამ
ჯერჯერობით გაჭირდა დაცვის გაძლიერება. ხო, ეხლა დაცვაზე თამაში რო უფრო აქცენტირებული იქნება ეს ცხადია. ესეთი პასები კარგია, მაგრამ ინტერნეტი ცოტა ახურებს უნდა თქვათ, იმიტომ რომ არა ისეთი. როგორც მე მინდა და რაფა ლეაო. კარგი ხარ ლეაო, ვაიმე. აბა რა, საღოლ 4-2. რა კარგად დაარტყა, მე ბურთიცა მოგოვივიდა. შვენიერი მატჩი გამოდის. აქ რა კარგად დაარტყა, მაგრამ ისევ დაგვარეჯექტეს. რა კაი მატჩი მინდიოდა. დაგვარეჯექტეს, ეგ არაფერი. 2-0, 2 მატჩი. შვენიერი, XP ფულებიც სერიოზული 4000-ები მომცა. კლანისთვის ეს არის ზეიდეალური. ჩემი კლუბისთვის, მისასალმებელია, მარკინიოსი უნდა ვათამაშოთ, აქ სხვა ვინ თუ არა და მოკლედ დღევანდელი ვიდეოსთვის. სულ ეს იყო მეგობრებო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. იმედია მალე ძალიან. მოკლედ წავედი ახლა და შევხვდებით მომავალ ვიდეოში მოკლედ.